მოგესალმებით ბიბლიის შემსწავლელ ცენტრში თბილისში. დღეს ვისაუბრებთ ბიბლიურ არქეოლოგიაზე. გვინდა განვიხილოთ რამდენიმე არქეოლოგიური აღმოჩენა პირველი კორინთელთა მიმართ წერილთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა ქალაქში სახელად დელფი. და ეს აღმოჩენები ნათელს ფენს ბევრ მოვლენას. ამიტომაც ერთად განვიხილოთ ეს ფაქტები, რომ მივხვდეთ, როგორ მიმდინარეობდა მოვლენები. როცა პავლე მოგზაურობდა ამ რეგიონებში, გვახსოვს, რომ ათენში გაივლის და საქმე მოციქულთა 18-ის პირველ მუხლში აღწერილია. შემდგომ ამისა, პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა პრობლემები შეექმნება პავლეს კორინთოში და როგორც მე-12 მუხლში წავიკითხავთ, ის წარდგება სასამართლოს წინაშე. ხოლო აქაიაში გალიონის პროკონსულობის დროს იუდეველნი ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამშობლოს წინაშე მიიყვანეს იგი. როდესაც შევხედავთ დელფიში აღმოჩენილ არტეფაქტს, რამდენიმე საინტერესო რამეს ვაწყდებით ჩვენ. პირველი, როდესაც შევხედავთ აღმოჩენებს, წავაწყდებით წარწერას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ მოვლენების შესწავლასთან დაკავშირებით. და ეს მნიშვნელოვანია ახალი აღთქმის ყველა მოწაფისთვის. პირველ რიგში ის მოწმობს, რომ გალიონი იყო პროკონსული აქაიაში. ზუსტად ისე, როგორც საქმე მოციქულთა 18-ის მე-12 მუხლში წერია. იმ დროისთვის აქაია იყო რომაული პროვინცია, რომელიც მოიცავდა სამ ქალაქს. ეს იყო ათენი, კორინთო და დელფი, რომელიც მოიცავდა საბერძნეთის მთავარ რეგიონს. დელფი ცნობილი იყო მომავლის შესახებ მკითხაობით, მათი ბერძნული ღმერთი აპოლოს მეშვეობით და მისი ქალღმერთი პითიას მეშვეობით. იქ მდებარეობდა ტაძარი, რომლის სურათსაც თქვენ ახლა ხედავთ, და სავარაუდოდ ის აღმოჩენილი წარწერა ეკუთვნოდა აი ამ აპოლოს ტაძარს. ბევრი დიდგვაროვანი მეფე და წარჩინებული ადამიანი აგზავნიდა ხოლმე თავის შიკრიკებს სწორედ აქ ამ ტაძარში, იმისთვის რომ მომავლის შესახებ შეეტყოთ, როგორი წარმოებოდა ომები, რა შედეგები დადგებოდა და ასე შემდეგ. აინტერესებდათ, რას ითხოვდა ღმერთი აპოლო. მეორე, რაშიც ეს აღმოჩენა გვეხმარება, არის ის, რომ დავადგინოთ, რა თარიღში რჩებოდა პავლე კორინთოში. გალიოს წარწერის აღმოჩენა გვეხმარება იმაში, რომ დავადგინოთ, როგორ მიმდინარეობდა პავლეს მოღვაწეობა ადრეულ ეკლესიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აღმოაჩინეს 1905 წელს. ერთ-ერთმა არქეოლოგმა აღმოაჩინა 9 ნაწილი აი ამ წარწერებისა, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს ინფორმაციას. ერთ-ერთი ტექსტი იუწყება: გალიონი, ჩემი მეგობარი პროკონსული. ეს წარწერა გაკეთებული იყო ქვაზე, რაც მეტად სავარაუდოა, რომ სწორედ აი ამ ტაძართან იქნება დაკავშირებული. პროკონსულობდა გალიონი აი ამ სამ რეგიონში, როგორც უკვე ვახსენეთ, დადიოდა და განსჯიდა საკითხებს. დელფი კორინთოდან დაახლოებით 60-70 კილომეტრით არის დაშორებული სწორედ აი ამ კორინთოს ყურის გადასწრივ მეორე მხარეს. იქ მცირეოდენი ყურე არის, მანამ სანამ ზღვაში გავალთ. გალიონი კი იყო აქაიას პროკონსული. ტექსტი თარიღდება ახალი წელთაღრიცხვით 52 წლის აპრილიდან ივლისამდე შუალედში. რაც იმას ნიშნავს, რომ გალიონი მეტად სავარაუდოდ ამ პოზიციას იკავებდა 1 ივლისიდან 51 წლის, 1 ივლისამდე 52 წლისა ახალი წელთაღრიცხვით. პავლეც სწორედ მისი მოღვაწეობის დროს გაევლიდა იქ. პროკონსულები ძირითადად ინიშნებოდნენ ხოლმე 1 ივლისს და მათი პოზიცია 1 წელს გრძელდებოდა. როგორც აღმოჩნდა, გალიონი იყო სენეკას ძმა, რომელიც იყო ფილოსოფოსი და ასევე იმპერატორი ნერონის აღმზრდელი. კიდევ ერთხელ ერთი აღმოჩენა მოწმობს იმას, რომ წმინდა წერილები არის სანდო და უტყუარი. იმედი მაქვს ისიამოვნეთ დღევანდელი დღის არქეოლოგიური აღმოჩენით, ღმერთმა გაკურთხოთ და მომავალ შეხვედრამდე.